დაახლოებით 5 საათია უკვე რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, კონკრეტულად კი 11 ბრალდებულის, მათ შორის არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. გეტყვით იმას, რომ ახლა უკვე არის აღკვეთი შუამდგომლობების დრო, როდესაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ აღკვეთი ღონისძიება მათი აზრით უნდა დარჩეს ძალაში, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ბრალდებულების გათავისუფლების შემდგომ შესაძლოა, რომ ისინი მიიმალონ ან დანაშაული კვლავ ჩაიდინონ. მათ განაცხადეს, რომ საქმეებზე მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მათი ბრალეულობა. მათ აქვთ როგორც წერილობითი დოკუმენტაცია, ასევე აუდიოვიზუალური დოკუმენტაცია, ასევე მათ განაცხადეს, რომ ახალი არსებითი მტკიცებულებები თავად დაცვის მხარეს ამ დრომდე არ წარმოუდგენია და სწორედ ამიტომ ისინი თვლიან, რომ აღკვეთი ღონისძიება არ უნდა შეიცვალოს და არც უნდა გადაიხედოს, ხოლო ამის პასუხად დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ეს არის აბსტრაქტული, ისევე როგორც ბრალის დადგენილება და რომ მტკიცებულებები ზოგადად, რაც პროკურატურამ დღეს წარმოადგინა, არის დაუსაბუთებელი. მათ განაცხადეს, რომ სასამართლომ უნდა გააუქმოს თითოეული ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიება, ან მათ გირაო მაინც შეუფარდოს. მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ისაუბრა დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ და განაცხადა, რომ როგორც მის საქმეში, ასევე სხვა ბრალდებულების საქმეშიც არ არის კონკრეტული ბრალდება, თუ რის გამო დააკავეს ისინი და ეს ყველაფერი არის შაბლონური და წინადადებებია, რომლებიც რამდენჯერმე მეორდება. მათ განაცხადეს, რომ არ არსებობდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძის ჩხრეკის და შემდგომ მისი დაპატიმრებისა და ბრალდების წარდგენის საფუძველი. და გეტყვით იმასაც, რომ გარდა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატისა, სხვა ბრალდებულების ადვოკატებმაც ისარგებლეს სიტყვით, მათ განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს უნდა მოეხსნათ აღკვეთი ღონისძიება, ან შეეცვალოთ გირაოთი და ასევე უნდა ითქვას ის, რომ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ იცის თუ რაზე აქვს ბრალი კონკრეტულად წარდგენილი. გეტყვით, რომ სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება, მართალია შინაარსობრივად მტკიცებულებებს ახლა ისინი არ განიხილავენ, თუმცა დღეს არის მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა და ასევე აღკვეთი ღონისძიების გადახედვაზე. ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. დაცვის მხარის წარმომადგენლები, როგორც პირველი წარდგენის სხდომაზე, ასევე მას შემდგომ სხდომაზე უთითებენ, რომ ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებები არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. ჩატარებული გამოძიებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულები სამართალდამცველების მისამართით ისვიან სხვადასხვა საგნებს, იყენებენ პიროტექნიკურ მოწყობილობებს. ზოგიერთი მათგანი მონაწილეობს ეგრეთ წოდებული ბარიკადების მოწყობაში, რითაც წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომლებს. 11-ვე ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომლის დადასტურების შემთხვევაში საშელის სახით უალტერნატივოდ გათვალისწინებული არის საპატიმრო საშელის დანიშნვა. თავისუფლების აღკვეთა 4-დან 6 წლამდე ვადით. შესაბამისად, თუ არ იქნება გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის ღონისძიება, კერძოდ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მოსალონელის საშელის თავიდან არიდების მიზნით ბრალდებულები მიემალებიან და არ გამოცხადებიან სასამართლოში. აქციაზე მყოფი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს ბრალდებით, რომელიც დღემდე არ არის დაზუსტებული და დღემდე ბრალდების დოკუმენტში ყველა ბრალდებულის დაახლოებით 5 თუ 6 წინადადება არის, რომელიც ერთნაირად მეორდება. ანუ გამოდის, რომ ბრალდება იმდენად ზოგადი არის, რომ დაკონკრეტებაც კი ვერ მოხდა, არათუ კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ამ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძის მიმართაც. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად დღეს იმაზეც გვიჭის საუბარი, რას ედავება ბრალდება, იმიტომ რომ მესამე თვეა უკვე ვერ გაგვირკვევია რა არის ის უკანონო მოქმედება, რომელიც თურმე 29 ნოემბერს ანდრო ჭიჭინაძემ ჩაიდინა. არ არსებობდა დაკავების საფუძვლები, არ არსებობდა ჩხრეკის საფუძველი, არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძვლები, ასევე არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც გახანგრძლივდა შემდგომში წინა სასამართლოს სხდომა, ასევე შეეფარდა აღკვეთი და ცოტა არ იყოს გასაკვირია, როდესაც ამ უკანონო
გადაწყვეტილებებს იშველიებს იმისათვის, რომ პროკურატურამ დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე. ჩვენი მოთხოვნა იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებით შემზღუდველი ზომა არც ერთი არ უნდა იყოს გამოყენებული, გაუქმდეს გამოყენებული პატიმრობა და ანდრო ჭიჭინაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან. რას მედავებით ამ შემთხვევაში იმაზე რა ქვია ჯგუფურობაზე მე რა ვილაპარაკებ. ანუ აი კონკრეტულად რას მედავებით, ანუ აი ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშალა. ეგ არის გაუგებარი, ეს ერთი. ეხა მეორე. ჯგუფურობასო არ ჭირდებაო ნაცნობობაო და ერთმანეთის ცნობაო. ესეც არ ვიცი რაღაც ახალი გამოგონება თუ არის, არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვერ გვაქვს ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს ერთმანეთთან და სასამართლოებზე ნახევარი ადამიანები ამ ადამიანების გადასარევი ადამიანების გავიცანი პირველ სასამართლოზე, ნახევარი მეორე სასამართლოზე. და რაღაცა ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც რა თქმა უნდა ბრჭყალებში რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, ისე რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, პლუს სხვადასხვა დღეს გვედავებით, იმიტომ რომ მაგალითად ჩემ შემთხვევაში თუ 29-ზე არის ლაპარაკი, თუ არ ვწდები გურის შემთხვევაში არის პირველ რიცხვს ლაპარაკი. როგორ შეიძლება რომ ეს ჯგუფურად აღვიქვათ? დღეს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილები 11-ე ბრალდებულის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები და ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ, ისინი კვლავ აქრჩებიან, ზოგი არის დარბაზში, ზოგი კი მათ ელოდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, გეტყვით იმას, რომ 11-ე ბრალდებულს მათ შორის იუმორის დონიცე ცხადაძეს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა 9 ბრალდებულს პროკურატურა ედავება ჯგუფურ ძალადობას, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს მისი დადასტურების შემთხვევაში.